ამჯერად მარიამის მაგივრად მე მოგესალმებით. მეც მოგესალმებით. ჩვენ YouTube channel-ზე Philosophy. დღეს ვისაუბრებთ ეგოიზმსა და ეგოცენტრიზმზე. ხო, უფრო ეგოცენტრიზმზე. სანამ ეს არის რა ქვია, სანამ დავიწყოთ საუბარს, იქამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ, მოიწონეთ, ზარის ღილაკი ჩართეთ, გაგვაზიარეთ, დაკომენტარეთ. მეგონა ზოგადად მე ესეთ შესავალი მქონდა, რომ დავწერეთ ან ეს ლამაზად, რომ დღეს საუბრობთ იმ თემაზე, თუ რატომ გონია, რომ ყველა ჩვენ გვიყურებს. ახალი რაღაც რომ გვაცვია, რატომ გონია, რომ ყველა ჩვენ გვაკვირდება. ყველა ჩემს თავში ზის და ჩემ ფიქრებს კითხულობს. ან რატო ვივიწყებ, რომ სხვებს შეიძლება სხვანაირი განსხვავებული გრძნობები ჰქონდეთ. და ზუსტად ამ ყველაფერს ქვია ეგოცენტრიზმი. ეგოიზმი კიდე სხვა რამეა, ეგოცენტრიზმი სხვა რამე. განგვიმარტე მაშინ ეგოიზმი რა არის და ეგოცენტრიზმი რა არის? მე როგორც მესმის, ისე განგიმარტათ. ხო. მე ესე მაქვს ხოლმე აღებული, რომ აი შენ ხო ხარ ესე შუაში მზესავით და შენ გარშემო ტრიალებს ყველა. ესე გონია, ეგოცენტრიზმი ეს არის. ეგოიზმი რა არის ხა შენ აი აქედან აგვიხსენი რომ შენ ხარ მზე, შენ ყველა პლანეტა შენს გარშემო ტრიალებს და ეგოცენტრიზმი რით განსხვავდება აი ამისგან? ჰელიოცენტრიზმია. ხო, დაახლოებით კი არა, ეგოცენტრიზმი ეგ არის, როდესაც შენ თავი ყავს ნებისმიერი მოვლენის ცენტრში და შენი პერსპექტივიდან ხედავ ყველაფერს დანარჩენს, რა, შენი პერსპექტივიდან უყურებ. როგორც ანტიკურ დროში სანამ მართლა ჰელიოცენტრიზმზე გადავიდოდნენ, ეგონათ რომ დედამიწა ისი იყო, აღარ მახსოვს, დედამიწა რო იყო სამყაროს ცენტრში და იქიდან მის გარშემო ტრიალებდა ყველაფერი. შენ წარმოიდგენ შენ თავს სამყაროს ცენტრში და ყველა სხვა აქტორი რაც შენ გარშემო მოქმედებს, შენი პერსპექტივიდან ჩანს, რა ცენტრში მაინც შენ ხარ. ეგოიზმი ცოტა უფრო ლაითი ვარიანტია. შეიძლება არ აღიქვამდე თავს სამყაროს ცენტრში, მაგრამ პერსპექტივა მაინც ეგეთი გაქვს, რომ შენ თვითონ ხედავ ყველაფერს, ანუ აფასებ მხოლოდ შენი გადმოსახედიდან. თუმცა არ არის აუცილებელი ხედავდე საკუთარ თავს წარმოიდგენდე ყველაფრის ცენტრში რა. ანუ მაგალითი მქონდა, თან იცი როგორ დავყავი, ანუ ბავშვების მაგალითი ცალკე მქონდა, თინეიჯერების მაგალითი ცალკე და კიდე ზრდასრულების ცალკე. როგორ გამოიხატება თითოეულში ეს ეგოიზმი. და ძალიან საინტერესო იქნება შენგან მოსმენაც, იმიტომ რომ სკოლაში მუშაობდი, შვილიშვილ პირებთან მუშაობდი და კიდე არ ვიცი სად. ჯერ კიდე ამოსაკაჩი მაქვს ლაშასგან ინფორმაცია. და ხო, მაგალითად საფუძველზე კაი იქნება. თავიდან მქონდა ესე, რომ ეგოიზმი თავიდან ჩნდება ბავშვებში 2-დან 7 წლამდეო. პიაჟე, ჟან პიაჟე, ხო ესე თქვა. გვეუბნებოდა ამ ყველაფერს და პიაჟემ ეგოიზმი 2-დან 7 წლამდე ვითარდება ბავშვებში. კი, და რაც ბუნებრივიაო. რატო? იმიტომ ბუნებრივი, რომ ბავშვის გარშემო რო სამყარო ტრიალებდეს, ეს არ აუშავს. თავარია მე ნელ-ნელა ეს ყველაფერი განელოდეს. და სხვისი პერსპექტივიდან დაიწყოს სხვადასხვა მოვლენის, თუ ქმედების, თუ რა ვიცი, რაც არის აღქმა. ეგოიზმია თუ ეგოცენტრიზმი? ეგოცენტრიზმი. ეგოცენტრიზმი. და ესეთი მაგალითები იყო და ელისაც რო ვაკვირდები ხოლმე ჩემს შვილს ძალიან კარგი მაგალითებია. აი მაგალითად რაღაცა ყუთი უჭირავს თვითონ ჩაალაგა სათამაშოები ან რაღაცა. და მეუბნება რომ აბა თუ გამოიცნობ ამ ყუთში რა არის? ეხლა მეც ავყვები ხოლმე თამაში, იმიტომ რომ რო არ ავყვე, მე ეწყინება. და უმნიშვნელოდ მიჩნევს თავის თავს. მეუბნები რომ აი ეს არის და ეს მეუბნება რომ რა და მე შეიძლება უკვე აგრესიის გამოხატვაში გადავიდეს ან გაბრაზდეს, რომ აი როგორ ვერ გამოიცანი რა არის ეს ჩავდე. ხო, აი ძალიან კარგი მაგალითია ეგ ჩემთვის. და ძალიან ხშირად ქონია ელის. ან მეორე ვარიანტი, რომ აი ტელევიზორს ვუყურებთ ოჯახში და დარბის გამოირბენს იმის წინ, რომ ყურადღება მიიქციოს. თუ აიგნორებ რა ხდება? თუ აიგნორებ, კიდე გაივლინს, გამოირბენს. კი. და სულ არ აინტერესებს, შენ იქ ძალიან საინტერესო გადაცემას ვუყურებ, თუ რასაკეთებ. ნუ ვიდრე შენიშნოს არ მისცემ. და შენიშნოს რომ მისცემ მე რა? შენიშნოს რომ მისცემ, მე მაშვრობა რა ქვია, შეიძლება მოიწყინოს. ოკეი. და მაგაზე მქონდა, არ ვიცი ხა, რამდენად თემატურია, მაგრამ თან თემატურია. ელის ვუკითხავ ასტრიდ ლინდგრენის უსჩესანიშნავეს ნაწარმოებებს. პეპიც წავიკითხეთ. ეხლა ემილის რაღაც თავგადასავლებს ვუკითხავ, მანამდეც რაღაცები ქონდათ სეროდენა ნილს კარლსონი და ამბები და
აი ეს ხალი მაგიჟებს, ეხა შენი შმის მიცემაზე გამახსენდა, რომ ჩვენ ხო ჩვენი პერსპექტივიდან ვუყურებთ ბავშვს, რომ აი მიშლის ხელს ტელევიზორის ყურებაში, მაგრამ ის ხო თავისი პერსპექტივით შვება ამას, რომ ყურადღება მიიქციოს და აი ამ ხალს აქვს იდეალურად ყველაფერი ჩამოყალიბებული ბავშვის ხედვები როგორია ამ დროს. და იდეალურად აქვს კიდე ერთი რამე, ან ჩვენ ხო ვიძახით ხოლმე ზოგჯერ, რავი, წამოგწდება მაინც შტერულად, ვიტყვი რა ესე პირდაპირ, რომ აი ზოგი ბავშვი ძალიან ბოროტია და რა ბოროტულად აკეთებს და ან იმას კიდე სულ სხვანაირად აქვს ეს დანახული, რომ აი ბავშვმა მაგალითად ემილმა, ერთ-ერთმა პერსონაჟმა თავისი და ალმის ნაცვლად ზემოთ აწია იმისთვის, რომ ბავშვს დაენახა სოფელი, ანუ ზემოდან. და არა, იმიტომ რომ თავისი დის მოკლა უნდოდა და ჩვენ სულ სხვანაირად აღვიქვამთ ამ ყველაფერს რა და აი ეს ასტრიდ ლინდგრენ ძალიან გირჩევთ მშობლებს იდეალურად გვაჩვენებს ყველაფერს ბავშვების თვალთახედვით და პერსპექტივიდან. ეს მოკლე ჩართვა. მართლა, მასე ვიტყვი ბოროტებაზე რა. არა, აი არც ერთი ბავშვი არ არის ბოროტი. ბავშვი არა. ბავშვი არც ერთი არ არის ბოროტი. რომელ წლამდე? წელზე არ დაფიქრებულ ვარ. მარკიაჟეს თუ მივენდო 7 წლამდე ავიღოთ. მაგრამ არ ვიცი, წელი ასაკზე არ დაფიქრებულ ვარ არასოდეს. 7 წლამდე ვითარდება, თორე 7 წლისა უკვე განვითარებული აქვს 7 წლის. არ ვიცი, შენ რა ვფიქრობ ბოროტებაზე? ძალიან ფილოსოფიური კითხვა, მე ვფიქრობ, რომ ბავშვებში. არის მაგის ნიშნებიც. როგორ ამოვიოხრე? ნუ არ ვიცი. თავიდან მე ესე მგონია. თუ შეიძლება ბოროტული ჩანაფიქრი გქონდეს ბავშვს? თავიდანვე, აი 5 წლამდე? მე არ მგონია. ძალიან არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ არა უშავს. შეიძლება იყოს კი. ანუ არ გამოურიცხავ მაგას რა. კაი, მე ჩემს წმინდა აზრზე ვრჩევი ხალხნო, რომ მე მგონია, რომ ბავშვს ბოროტების ნაპერწკალიც კი არ აქვს, არ ვიცი რა საკამდე, შესაძლოა მოვიკულიროთ ეგ ინფორმაცია. ძალიან იდეალურად უყურებ მე მგონი სამყაროს. ხო, რა კარგია, ხო? ბავშვები. ჩიტები ჭიკჭიკა. ბავშვები ანგელოზები არიან. და მაგიტომაც მომწონს ეს ავტორი, რომ თვითონაც ამ პერსპექტივით გვაჩვენებს. აი ბავშვებში რამე სხვა მაგალითი ხო არ ქონდა კიდე ბავშვებში? შენ მოიყვანე კიდე და მე გადავხედავ რეებიც ქონდა. მიწერ ხოლმე რომ არ დამალოს. ხო, ასაკებს რაც შეეხება პიაჟე ადრე იყო 20 საუკუნეში. ხო და აქსელ ამის სამყარო ძალიან აჩქარდა რა. მაქედან გამომდინარე ასაკები ცოტა შეიცვალა, შეიძლება 7 წლამდე არ იყოს და იყოს 5 წლამდე უკვე განვითარებული იყოს. ან შეიძლება პირიქით ცოტა იქით გადაიწია. არც ეგ არ არის გამორიცხული. თანაც ინდივიდუალურიც არის კიდე. ხო, პლუს მაგას განვითარების მიხედვით. ეგეც არის ის რომ ზუსტად 2-დან 7 წლამდე და 7 წელს გახდა და მეორე დღეს უკვე ჩამოყალიბებული არ არის ეგრე, ხო? რაღაცა ცვალებადია. ერთ-ერთი პირველი გამოვლინება ეგოიზმისა, ეგოცენტრიზმისა, უფრო ეგოიზმისა არა უფრო ეგოცენტრიზმისა. არის ის რომ ბავშვები ცდილობენ ბავშვებს არ უნდათ რომ თავისი ნივთები სხვა ადამიანებს, სხვა ბავშვებს გაუზიარონ, გაუნაწილონ. მით უმეტეს როცა არ აქვს დაძმური ურთიერთობა. ხო, მნიშვნელობა არ აქვს დაძმა. მანდ უფრო გვიან ვითარდება ხოლმე. თუ დედმამიშვილი არ ყავს, მაგას გულისხმობ? ხო, მაგას კიდე თავის მიზეზები აქვს რატომაც, მაგრამ მე ვფიქრე იმას ამბობდი რომ დედმამიშვილთან არ შეუძლიათო უფრო. არა, ვისაც დედმამიშვილი ყავს, მათ უფრო აქვს განვითარებული ეს თხოვების ამბავი. ხო. ბოდიში ჩაგერთე და დაგავიწყდა რაც ამბავდი მე მგონი. განაწილებაზე ვამბობდი. ეგ არის, ანუ მე ვასწავლოთ ხო მაგას, რომ უნდა გაუნაწილოს რაღაცა, არ ვიცი, სათამაშო სხვა ბავშვს იმისთვის, რომ ერთად ითამაშონ. რატო ვასწავლოთ მაგას? რატო ვფიქრდება რომ გვასწავლოთ? აი ზუსტად იმისთვის, რომ ეს ეგოცენტრიზმი დაამარცხოს. რატო უნდა დაამარცხოს? იმიტომ უნდა დაამარცხოს, რომ ურთიერთობები, სოციალურ ურთიერთობებში მერე ხელი არ შეეშალოს და ააგოს მეგობრობა იგივე. თუ რაც იქნება. კარგი და ყველა რო ეგოცენტრული პერსპექტივიდან უყურებდეს, რაღაცები ხო შეიძლება მაინც გადაიკვეთოს. რატო არის აუცილებელი რომ ეგოცენტრიზმი არ გქონდეს ადამიანს და დაამარცხოს? ჩვენ ეს თემა არ მოგვიმზადებია, უბრალოდ მარიამმა მოამზადა. ხო, მე მაგალითები ვქრა. ხო, მე არაფერს არ გადამიხედავს და ამიტომ რაღაცა ესეთი შტერული კითხვები შეიძლება დავსვა ხოლმე. ჩემი აზრით, ეგოცენტრულობა პირველ რიგში სოციალური ურთიერთობებისთვის არის საჭირო. რო არ გქონდეს, ანუ ეგოცენტრული ადამიანი რო არ იყო. კი ბატონო. და იმიტომ ანუ და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს მეწერა კიდეც სადღაც მე
ემპათიის განცდა და ცნობა რო გქონდეს. რომ რაღაცნაირად სოციალური ურთიერთობებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხო ეს არის რომ გაიგო რას გრძნობს სხვა ადამიანი იმისთვის რომ ადამიანი ხო სოციალური ცხოველიო როგორც ამბობენ ხო და გვჭირდება ანუ მე პირადად მასაზრდოებს ეს ურთიერთობები და ჩემს შვილსაც ესე ვზრდი რომ ძალიან ბევრი მეგობარი ყავდეს კომუნიკაცია ქონდეს ბევრ ადამიანთან რომ მე რაღაცნაირად ხო ეგ რა სჭირდება იმაში ჭირდება რომ იყოს ბედნიერი აი ესე მოკლედ გეტყვი ოკეი ჩემთვის ესაა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი ხო რატო გკითხულობ იცი მაგას რომ რაღაცები არის ხოლმე რაც ჩვენ ადამიანებს გონია რომ ისედაც ხო ცხადია ესეც უნდა იყოს რა და რეალურად არ ვფიქრებით იმას რომ რატოა ეს ანუ მოცემულობა მოგვეცა და მივიღეთ და მარჩა რაღაცა ჩარჩოებში სტერეოტიპულად ვაზროვნებ და გვაქვს გამზადებული ჩარჩოები რომლის მიხედვითაც ამას აქ მოვათავსოთ რა სოციალური ადაპტაციისთვის ნახდათ ჭირდება ეგ რომ ადამიანმა დაძლევს საკუთარი ეგოიზმი კი მე ეგოცენტრიზმი კიდე ერთი ორ მაგალითს ვიტყვი და ამასობაში იქნებ შენს გაგაცნო თუ სათქმელი ახლა არაფერი გაქვს აი ესეც ძალიან გავრცელებულია ჩვენ ოჯახში რომ ელი მოვახალმე და თავის ნახატს გვაჩვენებს ოჯახი დახატა დედა მამამ თავიდან პირველად როგორი დამხატა იცი ესე ჩხირები ვარ მეხები ხელები და ძალიან დიდი მრგვალი თავი უთმო აი მოხდა ალბათ 3-4 წლისა მოვიდე და ხოლმე მასი ნახატი დავხატე არ მიყვარს ხოლმე ზოგადად რომ აუ რა მაგარია რა ყოჩაღი გოგო ხარ როგორ დამხატე როგორი ლამაზი ვარ ეგრე არ ვეუბნები ხოლმე ზოგადად ვეუბნები ხოლმე ო როგორი ის გამოგიყენებია კალამი რა ფერები გამოგიყენებია ო რა ეგოცენტრიზმის გამოვლენებაა შენთვის არა ნახე რა არის ეგოცენტრიზმის გამოხატულება რომ მოსწოს თვითონ თავისი ნახატი და უნდა რომ შენგანაც აღიარება მოიპოვოს ხო რომ აი ხო მართლა ლამაზი დავხატე ხო და მე მან რო აღიარა რატოა ცუდი არა მე არ ვამბობ რომ არ აღიარებ მაგრამ გადამეტებული ხო იცი არაფერი არ ვარ გა ამიტომაც არ ვეუბნები ხოლმე რომ ვაუ ესეთ აღფრთოვანებას არ გამოვხატავ ხო უბრალოდ ვეუბნები რომ იქ როგორი კარგი განა იმას ვეუბნები რომ რა ცუდია უი რას ვკავარ ეს ყური რატომღაც დიდი დამიხატე და ეს პატარა და ეს მხედა ანუ თმა რო არ მაქვს ელი თმა ხო თმა დამავიწყდა და რაღაც ჩაულებრივად იღებს ეგ ასაკობრივია ასაკობრივია უბრალოდ იმ ხელა აღიარებას ითხოვს შენგან რომ აი აღფრთოვანებას ელის რომ აი ნახე просто ნახე ასაკი უბრალოდ просто კი არა უბრალოდ უკაცრავად როდესაც ასაკი ემატება ბავშვს მე უნდა დაამატოს ის დეტალები რაც შეიძლება პატარა ასაკში არ დაამატოს ხო ეგ არის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელი მაგიტომ 3 წლის ბავშვი თუ ხატავთ ესე ჯოხივით ჭხირივით ხო და რომ უნდა აღწევანება გამოიწვიოს შენში არის ფიქრობთ მაგ დროს ის რომ დედა ჩემი შვილი ძალიან შტერიან რაღაცა უნიჭოა ხატვარი ვერ გამოვა არა მაგას არ გულისხმობდი უბრალოდ მინდა და გამომსვა ხაზი იმისთვის რომ შენგან აღიარებას ერის ხო და აღიარო კიდეც მაგას არა პრობლემა yes კი ბატონო არის ტენდენცია იმისა რომ ეს შეჯიბრობითობა ამოღებული იყოს რა. ნახე როგორი ამბობენ მე ვლაპარაკობ სკოლამდელ ბავშვებზე ახლა. ჯერ და მაგიტო თქვი რომ არა, მაგასაკში შეჯიბრი არ არის. ესე მგონია. ოკეი. გადავიდეთ სკოლაზე თუ გინდა და ახლა ვლაპარაკოთ შეჯიბრი არის თუ არა სკოლაში. კაი ბატონო. არის. თუდა. ესე ვკაცრა. კი, მართლა. არა, პოლიტიკა როგორია თქო რა, სკოლა ხელს უწყობს ახალისებს იმას რომ მე სკოლის ამბები არ ვიცი, სამწუხაროდ ვერ წამოვალ მაგ თემაზე და ამიტომ შენგან მოვისმე, მართლა არ ვიცი. ბაღში არა. პირიქით. სკოლაშიც ბოლო პერიოდის ტენდენციები ეგეთია, რომ შეჯიბრობითობა ცოტა ამოღებულია რა. ცუდ ტონად არის მიჩნეული. ხო, თუნდაც ნიშნები არაა, მე მგონი ხო? დაწყებით კლასებში ნიშნები არ არის კი. მაგრამ მე არ მგონია ეგ ბოლომდე სწორი რა. იმის გამო რომ ნახე ჩვენ ყველა ერთად ვართ და ნახე ყველა რა მაგარი ვართ და მაგით ინდივიდუალიზმს ძალიან უკლავ რა ბავშვს. თუ კი მას უნდა რომ რაღაცა გამორჩეული იყოს და ვიღაცაზე განსაკუთრებული იყოს, ყველა ერთნაირად მაგარი ხო არ იქნება ყველაფერში რა, ვიღაცა სპორტშია მაგარი, ვიღაცა ხატვაშია მაგარი, ვიღაცა არ ვიცი რამ სხვა მათემატიკაში დაწყებითებში ხო სწავლობენ. კი, სწავლობენ. და იმ სფეროში რაშიც მაგარია, უნდა აღიარო, რომ ის განსაკუთრებულია რა, სხვებზე მეტად ის კი არ უთხრა, რომ შენ იმ ბავშვებს ჯობი ხარ.
მითხრა რომ აი შენ ამაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტიპი ხარ, ვინც კი შემხედრია რა. რაღაცა ფორმით წახალისო, იმიტომ რომ ის იმის ნახე ენერგიას დებს ძალიან ბევრს იმაში რომ წარმატებული იყოს იმ სფეროში რა, სპორტში მაგალითად. ან ცეკვაში. კი, მესმის. თუ მან აღიარებას ვერ მოიპოვებს სხვა ადამიანებისგან, ხო? შეიძლება ძალიან მეტგასწრებული იყოს და აღარ მოუნდეს იმის კეთება. შეჯიბრი თქვა ცუდი არ არის და ხო, მაგრამ ხო არის ხოლმე რაღაცა ოლიმპიადებივით ან რაღაცა არ ვიცი ზუსტად სკოლებში როგორ არის. ხო, ოლიმპიადები არის. გავიდეს და მე იქ მიიღოს მონაწილეობა თუ სკოლაში ნიშნებით არ იბრძვიან. ანუ იცი რის თქვა მინდოდა რომ დასავლეთი უფრო განვითარებულია როგორც ინდივიდუალური კულტურა, ხო? ინდივიდუალისტი ტიპების კულტურა. აღმოსავლეთი უფრო კოლექტიური, ხო? სიტყვა დამოვიწყდა, მადლობა. ხო და ჩვენ რაღაცა თითქოს ისე შუაში ვართ გასაყარზე, არც აქეთ ხარეს ვართ, არც აქეთ ხარეს ვართ და ეგ ძალიან აბნევს ადამიანს. რაღაც მომენტში ვერ ხვდება ეს ჯობია თუ ის ჯობია და საერთო პოლიტიკა უნდა იყოს ეგეთი, რომ ან ამას ვირჩევთ, აქეთ ხარეს და ვავითარებთ ინდივიდუალიზმს, ან ვავითარებთ კოლექტივიზმს. ხო, განათლების სისტემაში ბევრი რამე არის შესაძლებელი. ხო. ბევრი დაგვეთანხმება. სკოლების მიხედვით შეიძლება განსხვავება იყოს მანდაც. არა მგონია, როცა რაღაცა საერთო კანონია გამოშვებული და გამოსული, რავი, არა მგონია რაღაცა. მე იმ სკოლას კერძო სკოლებში, ხო. კაი, მოზარდებზე გადავიდეთ, ბარემ. რადგან სკოლის ასაკზეც გადავედით და მე პირველი რაც მქონდა მონიშნული, მოზარდობისას, ეგრეთ წოდებული წარმოსახვითი აუდიტორიის ფენომენი ირთვებაო. თინეიჯერი ფიქრობს, რომ ყველა მას აკვირდება. და პირველი მაგალითი რაც მქონდა, აი დედა აგზავნის შვილს მაღაზიაში და გოგოა ეს შვილი და არ უნდა წასვლა მაღაზიაში, იმიტომ რომ დღეს თმები არ აქვს კარგად დასწორებული. კაი. და წარმოვიდგინე ხა ექსპერიმენტი ესეთი, რომ გავიყვანე ეს ბავშვი გარეთ და მეზობლები ვინც არიან, ვინც ხედან, მეზობლები არიან თუ ვინც არიან, ვეკითხები, რომ აი ამ ბავშვს გუშინ თმა დავარწმუნებული ჰქონდა და თურმე არც ერთ არ შეუხედავს ამ ბავშვისთვის. და რომელიმე რო თქვას, რომ არაო. ხო, რომელიმე რო თქვას არაო, ალბათ ეს წავა და ეგრევე კიდე დაიწყოს ვარცხნას და მთელ ამბებს. ბავშვი არ და თინეიჯერიც რო ისმენს. ხო. რო ისმენს თინეიჯერი. ხო, მან თუდად იქნება საქმე უკვე. ხო, ან იგივე ახალი ტანსაცმელის ყიდვაზე რა, რო იყიდის და მეც მქონდა. მართლა არ ვიცი შენ მქონდა თუ არა, ალბათ გოგოებს უფრო აქვს. აი რაღაც ახალს რო ვიყიდიდი და ჩავიცმევდი, მეგონა რომ ყველა მე მიყურებდა და მაფასებდა. და უნდა შეემჩნიათ და. ხო, არ ნუ თუ არ შემამჩნევდნენ, ალბათ მან სქეშორის განსხვავებებიც იქნება. უეჭველი. ეგეთი მსგავსი არ მქონია რომ რაღაცა ტანსაცმლის გამომაკვირდება ყველა, მაგრამ სამაგიეროდ ფეხბურთის თამაშსაც მქონდა რომ რაღაცას მაგრად თუ გავაკეთებდი, მე მთელი სამყარო მე მიყურებს ხა. კი, ხო. მე მახსენდება ხომ ანუ ეს სკაუტები მაკვირდებიან ამიყვანე. კიდე რა მქონდა იცი? მაგაზე გამახსენდა დოსტოევსკის ნათქვამი. არ მახსოვს სადა აქ ეგ ნათქვამი, რომელ წიგნში, მაგრამ ძალიან კაი ნათქვამია რა. თუ ვინმეს ცხვირზე ან შუბლზე მეჭეჭი აზისვა, გონია რომ მთელი სამყარო მის მეჭეჭი საყურებლად და გასაკიცხადაა მოცლილი. ზუსტად ასე გწნობენ თინეიჯერები. კი, ზუსტად. ეგ იქნებოდა ყმაწვილი, ესე ერქვა? არა, ყმაწვილში არ არის. ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი ეშმაკში იყო. და კიდე ემოციებზე და გრძნობებზეც რო გავამახვილოთ ყურადღება, აი იციან ხოლმე თინეიჯერებმა და მე სხვა ასაკშიც გადაყვება ხოლმე დამწუხარად ზრდასრულობაში. ან მიდის მეგობართან და უყვება თავისი დღის შესახებ, რომ რაღაცა განიცა და რაღაცა აღმოაჩინა, რაღაცა ნახა, არ ვიცი, კიდევ რა და საერთოდ არ აინტერესებს თავის მეგობარი სად იყო იმ დღეს, რა გააკეთა და ასე შემდეგ რა განიცა და ემოციებზე და გრძნობებზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. მთავარია რომ თვითონ დაიცალოს, თვითონ მოუყვეს და ის საერთოდ არ აინტერესებს. არიან ხოლმე ეგეთებიც ხშირად. თუ კი ეგ ხდება ესე პერიოდულად და სხვა დროს შეიძლება მეორეს კონდეს იგივე როლი, მაშინ ეგოცენტრიზმი არ არის ეგ. უბრალოდ ემოციების გამოშვებაა რა. თუ მუდმივად ერთი მხარე არის ეგეთ სიტუაციაში, რომ ეს ყვება განიცდის ამას და ჭირდება მსმენელი ვიღაცა და არ ვიცი ვინმე რომელიმე მეგობარს გამოიჭირს. მე ეგეთი ვიყავ ხოლმე. გამომიჭერდნენ, უსმენდი ყველას. მეც. ლაპარაკი დიდად არ მიყვარდა, დღემდე ნაკლებად მიყვარს.
ეხლა ინტერესოა. პროფესია მაგით ავირჩია რა. ხო, უსმინო. მოусმინო. თავიდან მეც მაგაზე წავედი, რომ მოსმენა მიყვარს ხო და იქნებ სულ არ მიყვარს მოსმენა და უბრალოდ ეს დავიჩაგრეთ ძალიან. არ არის გამორჩა. გვასმენინებდნენ. არა ხო, ნუ მე მოსმენა მერჩევნია ბევრ საუბარს, მაგრამ პროფესია მართლა მაგით არ ამირჩევია. მაგრამ მართლა გაზრდის ამბავია. პრობლემების გადალახვა მინდოდა. კი, და თავში ჩაღრმავება და მართლაც მე ხალხმა ვიმეორებ, რომ მე ფსიქოლოგი არ ვარ, ვისწავლებ ფსიქოლოგია და ძალიან ბევრ ამაში დამეხმარა. ფსიქოლოგია პირველ რიგში საკუთარი თავში ჩაღრმავება. აი ეხლა შენ რა ეგოცენტრიკი იყო? ხო. კითხოდი რომ კი, მაგრამ მე ფსიქოლოგი ვარ, იმიტომ რომ მე არც მიმუშავია ამ პროფესიით საერთოდ, ანუ ვისწავლე და დარჩა იქ. უბრალოდ მე რაღაცა ვკითხულობდი ჩემთვის რა. რამდენი ადამიანი იცი, ვისაც საერთოდ არც ვსწავლია და მან ფსიქოლოგად ხო, კი, ვიცი. ბევრი არა, მაგრამ ვიცი. მან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე არ დაწეროთ კომენტარები, რომ ეს გოგო რაღაც ფსიქოლოგი არ არის და გვიკითხავს ლექცია და ფსიქოლოგია და რანაირი ფსიქოლოგია. ხო, მე ეს უზნაძე და მე ნუ ნადირაშვილი და მე ლაშა. კაია რომ მაინც შენზე წინ ვიღაცებს აყენებ. ხო, ეხლა ანუ პირველ ადგილზე სხვაგმა უნდა დამაყენო, მე ხო არ დავაყენებ ჩემთან. დაგვავიწყდა სად ვიყავით გაჩერებული და ამიტომ ხო, მე დამოვიწყდა. მე ვიტყვი კიდევ ერთხელ. თინეიჯერებზე ვიყავით. ხო, თინეიჯერებზე მაგ ერთი მაგალითი, რომელიც იდეალურად შემესაბამება მე თინეიჯერობის პერიოდში. და მე მგონია გადმოყალილიც მაგ. აბა. აბა შენს თუ გაქვს. რა მუსიკასაც მე უსმენდი, მხოლოდ ეგ იყო და სხვა თუ სხვას უსმენდა. არა. არ აღიარებდი. არა. რა მუსიკას უსმენდი? ყველაფერს. მაინც? აი, იცი როგორ ვიყავი? თუ რაღაც ახალ ჯგუფს აღმოვაჩენდი, ყველაფერს უსმენდი იმ ჯგუფისას. და ვინმე თუ იტყოდა რომ ეს ჯგუფი მე მოგასმენინა შენ. არა, ეგ არ იყო პრობლემა. მართლა? კი, ეგ არ თუ მართლა იმან მომასმენინა, ეგ არ იყო პრობლემა. არა, იცი რომ იმან არ მოგასმენინა, მაგრამ გეუბნება მაგას. ხო, ეგ მაბრაზებდა. რას ქვია შენ? ხო, მაგრამ დიდად ეგრე ეს არ ვიყავი ხოლმე, რომ და თუ არა დავუმტკიცო რომ მაგან არ მომასმენინა. მე დღემდე მასე მაქვს რომ მე რა მუსიკასაც უსმენ, გონია რომ ეგ არის ყველაზე კაი მუსიკა. ხო, აი მაგას ვამბობ, დღემდე მეც ეგრე მაქვს თქო. დასრულების მაგალითებზე გადავალ უკვე შეიძლება? თუ თინეიჯერებზე კიდე რამე არ გაქვს? შენ კითხვა მაქვს. შენი აზრით, როდის უფრო ეგოისტი ადამიანი რა ასაკში? აი როგორც თქვი, ბავშვობის პერიოდში არის მისაღები, მისი ეგოიზმი. ამიტომ არა გამაღიზიანებელია. ვასწავლოთ ის რომ ეს ეგ თავისთავად სწავლობს. მართლა. არა, თუ არ სწავლობს, ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცები გამოვასწოროთ, რომ დაინახოს სხვისი თვალიდანაც, მესამე თვალიდან. ობიექტურად შეაფასოს სიტუაცია. და ეგ მისაღებად მიმეშნია. რატო ვცდილობ ასწავლოზე არ გპასუხობ. თინეიჯერობის პერიოდშიც ასე თუ ისე არის მისაღები. მათი ეგოიზმი. ოღონდ ამასაკში კიდე უფრო მეტად უნდა ვეცადოთ ჩემი აზრით, რომ ობიექტურად შეაფასოს სიტუაცია. ნახე, მე რატომღაც ესე განცდა გამიჩნდა ეხლა რა ეგოიზმი და პროტესტი შენთვის ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან რა. ეგოიზმი და პროტესტი? ხო. აბა? ნახე, იგივე რა გადავიტანთ ახლა პროტესტი ბავშვობაში მისაღებია, თინეიჯერობაშიც ასე თუ ისე მისაღებია, დასრულობაში რაღაცა დაახლოებით ეგრე წარმოვიდგინე. რატო? პროტესტი ყველა ასაკში მისაღებია. პროტესტი აჩენს ჩემთვის ხალხაჩნია ინდივიდუალიზმს, ესე იგი, რომ მას აქვს თავისი შეხედულებები, თავისი ემოციები რაღაც სასთან დააკავშირებით და უნდა რომ გააპროტესტოს. არა, ეგ ძალიან პოპულარული წარმოდგენაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ პროტესტი ინდივიდუალიზმს არ ნიშნავს და საკუთარი აზრის ქონას პროტესტი შეიძლება კონფორმიზმიდან მომდინარეობდეს, ხო? ან შეიძლება მომდინარეობდეს იქიდან, რომ უბრალოდ რაღაცაზე გატრაგება უნდა ადამიანს. всё. ხო, რაც თინეიჯერებს ახასიათებთ ხოლმე. ხშირად. სხვა რამეს უკავშირდებოდეს რა და არა მაინც და მაინც თავისი აზრის გამოხატვა. პირველი კითხვა რაც იყო და პირველი კითხვა იყო შენი აზრით რომელ ასაკში უფრო მეტად არის გამოხატული ეგოიზმი ბავშვობაში, თინეიჯერობაში თუ დასრულობაში? გამოხატული არის უფრო მეტად ბავშვობაში, მაგრამ გამაღიზიანებელი ჩემთვის პირადად არის უფრო ბავშვობაში გამოხატულია, დასრულობაში გამაღიზიანებელია. ოკეი. შენთვის? იცი რა არის
ხანდაზმულ ასაკში აი ხო, აი ეგ როგორ გამოვრჩა მართალი ხარ, იმიტომ რომ ხო ამბობენ ხოლმე რომ მოხუცები ბავშვებივით არიან და მართლა საჭიროებები, მოთხოვნილებები, კი, უფრო მეტად უჩნდებათ და ხა იმდენი მაგალითი გამახსენ და იმდენი რომ ხო. არ ვიცი. მართალი ხარ. კაი, ზრდასრულებში ეგოცენტრიზმი როგორც პიროვნული თვისება, როგორ გამოიხატება? აი რა მაგალითები გაქვს? როგორ შეიძლება გამოიხატებოდეს დასრულებაში ეგოიზმი? კი, გეტყვი. პირველ რიგში ის მქონდა მონიშნული, როგორც პიროვნული თავისებურება ან თავდაცვის მექანიზმი, ესე ვლინდებაო, ეგოცენტრიზმიო. მაგალითად, აი ეს მაგალითი მქონდა ძალიან დიდი ხანია მაწუხებს მოკლედ ეს მაგალითი. მიდიხარ ექიმთან, აი მაგალითად ორსულობა, ცოტა ისე ხარ დისკომფორტში რაღაცები იცი, რაღაცები არ იცი, უფრო მეტი არ იცი. და ეს გინეკოლოგი ესე ძალიან ზედაპირულად გიხსნის რაღაცებს, აბა იქ წავიდეთ, ეს ავიღოთ ესე. ანუ სწრაფად რაღაცები მოაგროვა თავისთვის ინფორმაცია და კაი, ეს ვქნათ და ხვალამდე გემშვიდობები, ან შემდეგ ვიზიტამდე გემშვიდობები. კავშირი არ მაქვს. ანუ ეს გაოცებული ვუყურებ, რომ ველოდები მისგან ახსნას, რომ აი ამ კვირაში ესე იქნები, ეს გამოხატულებები გექნება, ეს დაგჭირდება რომ მიიღო, რადგან ესეთი ანალიზები გაქვს, ამას ეს დაჭირდება, ანუ დეტალურად ახსნას ველი და ამ დროს ექიმი ძალიან მშრალად მიშვებს უკვე რომ მეორე ვიზიტზე მოვიდე. და არა მარტო გინეკოლოგები, ანუ ეგოიზმი სად დაინახე მაგ? გეტყვი. სხვა ექიმებიც ზოგადად ესე არიან. ოკეი. რომ ფიქრობენ, რომ ან კითხვას თუ დაუსვამ, რომ აი მე ეს რო ესია, რატომ აქ ეს სიმპტომები მაგალითად. ეს არიან გულისხმობთ, რომ შემთხვევათა უმრავლესობა შეიძლება იყვნენ ესე. კაია რა დააწუსტე. მაგრამ მე სხვანაირ ექიმთან არ მქონია გამოცდილება მე მგონი. კითხვას რო უსვამ, ანუ ისე გიყურებს, ანუ ეს ხო თავისთავად ესეა, ცხადზე ცხადია. და ან თავისი პერსპექტივით გიყურებს რა, იმან რომ ისწავლა და იცის, გონია რომ და წარმოდგენა აქვს უკვე ისეთი, რომ შენს უკვე ძალიან მომზადებული მიდიხარ იქ და შენს მინიმუმ რაღაცაზე წარმოდგენა გაქვს. და მაგაში ვლინდება ეგოიზმით, ხო? რაში რომ თვითონ რო იცის, გონია რომ შენს უნდა იცოდა? კი. იცი რა, ეგ ნაკლებად გონია ეგოიზმი. მე მგონია პირდაპირ. იქნება შენი ეგოიზმია ეგ, რომ გინდა რომ დეტალურად აგიხსნას, ხო? ან ის რომ ყველა ექიმი ესეთია, მე სხვანაირ ექიმთან არ მქონია შეხება. არ მქონია, ეს გადავამეტე რა თქმა უნდა. გადავჭარ, კაი. მაგრამ კონკრეტულ მაგალითებს გეუბნები? ხო, მესმის. რაც მე გამომიცდია. მე უფრო სხვა ტიპის ეგოიზმი შემოხვედრია ხოლმე რა. დასრულობის ასაკში მაგალითად მეგობრისგან ყურადღების მოთხოვნილება. რომ აი რა თქმა უნდა შეიძლება შენ თვითონაც იყო იმ სიტუაციაში რომ რაღაც ყურადღებას არ აქცევდე, სათანადო ყურადღებას არ იჩენდე, მაგრამ შეიძლება მეორე მხრიდანაც იყოს ის, რომ სულ ჭირდებოდეს რაღაცა ყურადღება ამას გთხოვდეს, ეგეც ეგოიზმის გამოხატულება რა. კიდე მქონია ის, რომ აი პროფესიულ შემთხვევაში ეგოიზმი ჩემი აზრით იმას ნიშნავს, რომ აი რაც არ უნდა განსწავლული იყო, ხა ჩემ თავზე რო ვამბობ, რომ ის რა ქვია უზნაძის და ვინტყვი კიდე ნადარეიშვილი ვიღაცა თქვა. გვარი ახსენე. იმის მერე მესამე ვარ საქართველოში თქო. მაგას რა თქმა უნდა ხუმრობ, მაგრამ ხო არის შემთხვევები, როცა შეიძლება იცოდე, რომ ვიღაცა ადამიანზე შეიძლება მართლა ან პროფესიულ ნაწილში ცოტა მეტი გამოცდილება გქონდეს დაუშვათ. დიახ. მასეთ შემთხვევაში თუ ამასავლენ, რომ იცი რა, შენზე ბევრად კაი ტიპი ვარ, მაშინ მანდ ეგოიზმი ძალიან წინ მოდის, ხო? ეგეთი სიტუაციებიც ბევრი მქონია. ერთ სიტუაციაში ყოფილვარ, მეორეშიც. ვიღაცაზე ნაკლები ვწოდნია, ვიღაცაზე მეტი ვწოდნია. კიდე ურთიერთობებშიც იგივეა ზუსტად. კი, ურთიერთობის მაგალითი ბოდიში მეც მაქვს. აბა გამოვიდა. ურთიერთობებში გინდა ეს მეგობრულ ურთიერთობებზე აიღე, გინდა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობებზე დასრულ ასაკში ვგულისხმობ. ან გინდა ინტიმურ პარტნიორთან რა მნიშვნელობა აქვს. აი მაგალითად რაღაცაზე ვიკამათეთ. და ჩემს პარტნიორს ვეუბნები, რომ მეკითხება, რომ რა ხდება, ანუ რა მოხდა, რა გაწყენინე და თუ გიყვარო არ მიხვდი, აბა რაც მაწყენინე. ეგ ეგოიზმი არ არის. ეგ შტერობა. ხო, შტერობა, მაგრამ ეგოიზმიდან მომდინარეობს. ანუ იმდენად გინდა რომ უყვარდე რომ ბოლომდე გიცნობდეს. ხო, მანთან განსხვავება არის ქალებს და კაცებს შორის, რა. ეს შორის ხოლმე ხედავ რამდენი მაგალითი მაგ ქალებზე. მე კი სიქნება, ეხლა ისევ სექსისტი გამოჩნდები, მაგრამ
ეგ ძირითადად ქალებს გახასიათებთ, რომ მიხვდი აბა ეხა გამოიცანი. კი, გეთანხმები აბსოლუტურად ეხა კაცისგან. ხო, იმიტომ რომ კაცებს უნდა უთხრა ესე პირდაპირ ნაბიჯ აუხსნა, ეხა ეს, ეხლა ეს. ხო. თავიდან მეც გამიჭირდა მაგის გაგება, რომ რატომ უნდა აუხსნა თქვენ პატარა რაღაცას რო უგნიო, რანაირად ვერ იგებს თქვენ ეგოცენტრიზმი, ხედავ? მაგალითად ის რომ ანუ მიკვირდა იმის აღიარება, რომ კაცი სხვანაირად შეიძლება ფიქრობდეს და მართლა სხვანაირი ის კონდეს რაღაცა. კი, აი ორი ხედვა. დაუშვოთ რა, პირობითად სახლში ხართ, სახლი გაქვთ დასალაგე მოსაწესრიგებელი რა. ყველას ისინი ხوار ყავს დამხმარე ადამიანები. ორნი ხართ, შენ და შენი მეუღლა, სახლია დასალაგებელი. შენ სამსახურიდან დაღლილი მოხვედი და დათო სახლში იყო. და მოხვედი სახლში და უთხარი რა ვაიმე როგორ დავიღალა, აი წარმოდგენა არ ექნება დათოს შეიძლება იმას თხოვდე რომ უნდა დაალაგოს რაღაცა. გონია ეგეც ახლა გავწიცულდი. ეგოცენტრიზმია ეს და არა ეგოიზმი. რასაც ახლა ვლაპარაკობთ. მართლა არის, ანუ სხვისი პერსპექტივიდან დანახვა უბრალოდ არ შეგიძლია. ან აი ამ მომენტში დაგებინდა გონება და ახლა არ შეგიძლია. და მქონია მეც ეგ. და კაცებს ჭირდება ზოგადად მართლა სწორად, აი ეს კონკრეტული ნათქვამი, რომ მოდი დღეს შენ ეს დაალაგე და ეს ყველაფერი კი არ ეწყინება, მივა და გააკეთებს. უბრალოდ მითითება ჭირდება. ხო, კი. რაც ჩემ და სამწუხაროდ ახალ მე როგორ ხდება იმას? ხო, რა შეიძლება მიხდეს. სახლი ხო არეულია. და ეუბნები რომ დავიღალე. თორჭალით დასარეცხია, მიდი და დარეცხება. რაღაც გინდა თქვა, ხო? ხო, არა, შეიძლება ისეც, ანუ თავის მიხვდეს და დარეცხილი და გახვედროს, მაგრამ დაუშვათ. ხო, არის შემთხვევები. ხო. ეხლა კი სასაცილოა. ამიტომ პირდაპირ უთხარით ხოლმე კაცებს, რაც გინდათ. პრინციპში ქალებსაც. მიდი, გამოვშვი შემდეგ მაგალითად. ზრდასრულებშიც თქო რომ თქვი მოზარდებს ერთი მეგობართან მიდიხარ და იცლები და იმას არ უსმენ თქო დიდებშიც და ზრდასრულებშიც ვრცელდება ეს და გეტყვი როგორ მაგალითად თუმცა როგორ ანუ მიდიხარ და მეგობართან იცლები და იმას არ უსმენ ოკეი ზრდასრულებშიც ვლინდება აი ხა უბრალოდ მენეჯერზე მაქვს მაგალითად საუბარი რომ სამსახურში მენეჯერს აქვს რაღაც შეხვედრა თავის თანამშრომლებთან და თვითონ თქვა რაც უნდა და მორჩა. კავშირს არ დაელოდა. კავშირს არ ელოდება. ხო. ეგეც არის ეგოცენტრიზმის გამოხატულება. რას იტყვი? ეცა ეს გადაჭრით ვერ ვიტყვი რომ ეგ ეგოცენტრიზმი ან ეგოიზმი ან რაღაცა. ხო, ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია, მაგრამ იმის გამო რომ ახლა მაგა შეიძლება აკეთებდეს იმისთვის რომ გაჩვენოს რომ ძალაუფლება აქვს შენზე. შეიძლება ახალი დანიშნულია იმ პოზიციაზე და ამით ცდილობს რომ თავისი ისეთი იმიჯი შეიქმნას თანამშრომლებს შორის რომ არის ესეთი მკაცრი, პირდაპირი, მომთხოვნი, რა ვიცი რაც არის ხო? რაღაცა გადაწყვეტილებას იღებს და всё, იქ დამთავრებულია საუბარი, ან ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს რა, მაინც და მაინც ეგოცენტრიკია ვარ. მაგრამ მოდი გამოვრიცხოთ და ყოველთვის რო ესეა? პიროვნება როა ეგეთი, რომ მივა შეხვედრაზე და რაც უნდა იმას გადმოალაგებს და მორჩა. ხო, არა, ეგეთი ადამიანებიც არიან. კი, მაგას ვამბობ, ანუ ეხლა ეგ შემთხვევა მაქვს განხილული, რომ ეს ხშირ ხასიათს როცა იღებს და არა მხოლოდ ერთ ხელმოხ და უფრო კონკრეტულ მაგალითს თუ მეტყვი, უფრო გამინადულდება რა თქმა, იმიტომ რომ შეიძლება ემოციური ტიპია და ესე აკეთებს რა. ხო, ნახა მაქვს კიდევ ერთი მაგალითი, მაგალითად აგერა გვისტოა, გინდა რომ არ დადგები და აგეგმო, შეგვიძლია დაგეგმო. და ოჯახის წევრების აზრში არის თვალისწინებ არც კი ეკითხები შენ თვითონ დარეკე სადღაც რომ აი ხვალ ჩამოვდივართ აქ და ოჯახის წევრსაც ეუბნები ზოგჯერ ეგეთი გამზადებული რაღაცა მართლა მაგარია ხოლმე მაგრამ იქნა მე სულ არ მინდა მთაში წამოსვლა და ზღვაზე მინდოდა მკითხე ეს ან ისეთი მაგალითია და როცა კითხავს მე ეუბნები მე რას მეკითხები კაცი ახარ შენ თვითონ გადაწყვიტე არა კითხვა აუცილებელია ესე ხო, ნახე, ზოგადი რეცეპტები მგონია რომ არის, არ არსებობს რა. არ არსებობს, უბრალოდ ამის განზოგადება შეიძლება მე სხვა რაღაცეებზე რა. ხო. რა შენი გადმოსახედიდან კი არ უნდა გათვალო რაღაცა. არამედ გაითვალისწინო რომ. ხო. სხვისი აზრები. ძალიან ბევრიც არ უნდა მოგივიდეს. სხვისი აზრების გათვალისწინება. დიახ. შენი ეგო რო არ დაკარგო. კი ბატონო. გეთანხმები. და ხარს მიჭე. კარგი. აი კიდე არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები მე გამიჭერია ეგეთი ადამიანები რომ სხვისი დაბადების დღეა
და მიხვედი, ნუ ეხლა ისე ლაპარაკობ. მიხვედი და ტვინი გაუგუნე რამდენიმე მეგობარს შენ პრობლემებზე საუბრით. ეხლა კონკრეტულ პრობლემას არ დავასახელებ, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახში გაქვს პრობლემა, სამსახურში გაქვს პრობლემა, კიდე რომ დაიცალო, იმ ყველას უთხარი, რომ ეს მოხდა და სულ გავიწყდება, რომ იქ დაბადების დღე, იუბილარი სხვა არის და მასზე უნდა იყოთ ორიენტირებული, რადგან ეს მისი დღეა. და პირიქით სიტუაციაც ხო ყოფილა, რომ აი დავუშვათ რაღაცა ის აქვს, ქორწილი აქვს რა ადამიანს და მეჯვარეებს არ შეიძლება იმაზე უკეთესი კაბა ეცვათ, ხო? რაღაცა მსგავსი, იმიტომ რომ აი მშვენიერი მაგალითი იყო. ხო, მაგრამ მანდ ეგოცენტრიზმი შეიძლება იყოს, ოღონდ ისეთი დოზით არის, კარგი დოზით, იმიტომ რომ მართლა ეგრე უნდა იყოს, საჭიროა, ხო? რატო რა მნიშვნელობა აქვს? იმიტომ რომ ისი დღეა. და ბარე შეიქოს ბოლომდე და ყველაზე ლამაზი იყოს და ყველაზე დიდი კაბა ეცვას მარმისავით. ცხოვრებაში ერთხელ ვიღაცა უნდა იყოს ყველაზე ლამაზი. და უბრალოდ მქონდა ჩანიშნული კიდე კონფლიქტის საკუთარი პერსპექტივიდან დანახვად ხო. რაც მე მახასიათებს მართლა რომ მიჭირს ხოლმე იმ დროს ალბათ როცა ემოციები არის ზედაპირზე აი ესე ამოსული, მიჭირს ხოლმე რომ სხვის პერსპექტივიდან დავინახო ეს კონფლიქტი. და მე როცა ვფიქრობ ამაზე, მე ვიაზრებ ხოლმე რა ხო შეიძლება ის მართალი ყოფილიყო ამ საკითხში. და მე რა საკითხი? და ბოდიშის მოხდა ზე კარგი რა არის. შეგიძლია ბოდიში მოუხადო? შემიძლია კი და თუ მიტყდება, მაინც ვზიობ ხოლმე. იმიტომ რომ აი ბოდიშის მოხდა ხო ისეთია მაინც რომ უკან იხევ რომ აი რაღაცა შენი თავი არ დაკარგოთ. თუ არ ვიცი. თუ გულწრფელად ხვდები რაღაცას და ბოდიშს ხდებს, რაღაცა უკან ხევს, რომ ბოდიშს მოხდა, არ ვიცი რა დგას უკან, მართალი რო გითხრა მაგაზე არ მიფიქრე, მაგრამ გიჭირს ადამიანს ამ ნაბიჯის გადათქმა, რომ ბოდიში მოიხადო. ხო, იმიტომ რომ უნდა აღიარო, რომ შენ არასწორი იყავ. კი. მაგრამ თუ მართლა ხვდები შენ თვითონაც რომ რაღაცაში არასწორი იყავ, მაგის აღიარება რატო შეიძლება გაგიჭირდეს? რა ვიცი. მაგრამ ვიხდი ბოდიშს. და აი ხო ვამბობ, რომ როცა ესე აღელვებული ვარ და კონფლიქტში ვარ, მაშინ მიჭირს ამ სიტუაციის ობიექტურად შეფასება და მეორე ადამიანის თვალით დანახვა. ამ ყველაფერს ვახერხებ ემოციების ჩასხრობის შემდეგ. მაგაზე ჩვენ ვიდეო ჩავწერეთ უკვე. დიახ. როგორ უნდა მართო მას სიტუაციაში საკუთარი თავი. იყენებ იმათი წამის პრინციპს? დიახ. აქტიურად ვიყენებ. 5-6 რაც. მამა უშენ რომელი ხარ თათაში? კი, ვიყენებ. კიდე რამ მაგალითი თუ გაქვს თუ არა და რაღაცნაირად შეჯამებისკენ წავიდეთ, როგორ დავწრიოთ ეგოცენტროლობა. ემოციების მართვაზე გამახსენდა ოღონდ ერთი მაგალითი. მაგემიდან იმაში იტალიური ფილმი როა ორნელა მუტი და რა ქვია ეს ჩელენტანო მონაწილე. შეშარსროა. შენიერი ემოციური განმუხტვის თუ შენიერი ხო, ფიზიკური აქტივობა შენ რაც თქვი. კი ბატონო. მე მქონდა ესეთი რაღაცა რომ როგორ დავძლიოთო და ძირთადად თინეიჯერებზე მაქვს ხა ხაზგასმა რომ თინეიჯერების დედებმა მითხრეს რომ ხშირად გაუსიხვალმა ხაზი აი თინეიჯერებთან როგორ მოვიქცეთო და ლაშას აზრით ძალიან საინტერესო იქნება მე მქონდა პირველი ემპათიის განვითარება დაგვეხმარება ეგოცენტრიზმის დაძლევაში და მე მქონდა ჩამოწერილი ანუ როგორ თინეიჯერობის ასაკში არ უნდა დაიწყოთ ემპათიის განვითარებაზე ზრუნვა აი კაკას 2 წლიდან ასაკში უკვე უნდა დაიწყოთ. და იყო პირველი როლური თამაშები. yes, კი. მოგწონს? კი, ძალიან. მოდი გითხარი ერთ-ერთი მაგალითი როლური თამაშის რას ნიშნავს შეიძლება არ იცოდნენ. მაგალითად, მე მქონდა მაშინ რა ქვია, სკოლაში გავაკეთებინა ეგეთი სიტუაცია, სათავოდ გამოვიყვანეთ თითო ბავშვი და მასწავლებლის როლი ვათამაშე რა, როგორ გააჩერებდნენ, როგორ დაინტერესებდნენ აქტივობით. როგორ მართავდნენ კლასს. ძალიან საინტერესო იყო და ოღონდ მე საერთოდ კითხეთ, ვინ რა ზოგმა ტონს აუწია, ზოგმა ისე გაბრაზდა რომ შეიძლება ვიღაცისთვის მოეღერებინა ხელი რომ გარტყმან უნდა და რაღაცას გასი. ან თვითონ ბავშვებმა? ხო. ხო, ეგ ის ექსპერიმენტი გამახსენდა, ციხის ექსპერიმენტი როა. კიდე ერთი მაგალითი მქონდა ბავშვებზე მაგასაკში სოციალური დილემები მუშაობს ხოლმე ძალიან კარგად კიდე რა ემპათიის განვითარება ან აზროვნების განვითარებისთვის
როცა მაგალითად ეუბნები ეგეთ რაღაცას, რომ ბევრი სოციალური დილემა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ის არის, რომ აი ბავშვს რომელსაც შიოდა მოიპარა პური, ან არც რაღაცა ნამცხვარი და მერე ციხეში ჩასვეს. სწორია თუ არა ბავშვის აქციელი, რომ რაღაცა პური მოიპარა, ან საკვები მოიპარა. იმიტომ რომ ერთი მხრივ მოპარვა ცუდია. კი. მაგრამ რო შიოდა? არასასურველია. მეორე მხრივ შიოდა და სხვა გზა არ ქონდა რა უნდა იქნა, ხო? ამიტომ მისთვის შეიძლება იყოს დილემა რა იმას აქში. უნდა იმსჯელოს იმაზე. ოღონდ ეს ინდივიდუალური მსჯელობები იყო ხოლმე თუ ჯგუფური? ინდივიდუალური ჯგუფური. იმიტომ რომ ჯგუფური მსჯელობისას მაინც კონფორმიზმი ძალიან იმარჯვებს ხოლმე რა, ეს საერთო აზრს აყვებიან ხოლმე. არა, იქაც ხო არიან ლიდერები რა, ჯგუფებში შეიძლება გამოიკვეთონ ლიდერები, ანუ მთლიანი ჯგუფი თუ საუბრობს კიდე სხვა არის, მაგრამ თუ ჯგუფებად დაყოფ და რამდენიმე ჯგუფს ეკითხები, იქ ცოტა სხვანაირად არის ხოლმე. საინტერესო იქნება. ანუ ეგეთი დილემების გადამუშავება ბავშვებთან კარგია იმისთვის, რომ ორივე პერსპექტივასაც ხედავენ, პლუს აზროვნება უვითარდებათ, რომ ზოგიერთ სიტუაციაში ესე სამხრივად არ უყურებენ იმას, რაღაცა მოვლენებს. და პლუს მაგას ემპათია შეიძლება განუვითარდეთ. ძალიან კაი მაგალითები იყო. მართლა. მადლობა და მეც ეს დიდი გოგო. გავაგრძელებ რაც მქონდა ჩაწერილი. თინეიჯერებთან ერთად განვიხილოთ სერიალი წიგნი, ეს მეწერა. და წიგნებზე წინაზეც ვისაუბრეთ, რომ ემპათიის გრძნობასო ძალიან კარგად ავითარებს, რადგან პერსონაჟებთან აიგივებ საკუთარ თავს, ან უბრალოდ იმათი პერსპექტივით უყურებ მოვლენებს, ან კიდევ რა ვიცი, უბრალოდ 1000 პერსონაჟია და უყურებ როგორ ხედავენ რამდენ წიგნსაც წაიკითხავ იდეაში. იმდენ ახალ სიტუაციას გადიხარ ხო ცხოვრებაში, რაც შეიძლება რეალურ ცხოვრებაში არ გაგიარა. კი. და წიგნის მიხედვით გადიხარ რა იმ სიტუაციებს. შესაბამისად რაღაცა ისეთი რაც შეიძლება მოხდეს შენ ცხოვრებაში, რაც იქამდე არ მოხდა რა, ანუ რაღაცა ახალი როცა ხდება, ჩვენ ხო ეს წეგანებს თქვით რომ სტერეოტიპულად ვაზროვნებთ ხოლმე, შეიძლება ის სიტუაციები ერთმანეთს დაუკავშირო, აი ეს ახალი სიტუაცია წიგნში ამოკითხულ სიტუაციას დაუკავშირო და იქ რომელიღაცა გმირი როგორ მოიქცეო და იმის მიხედვით ჩვენ სტერეოტიპულად მოიქცე რა. რამე შეიძლება დაგიცვას რაღაცა ზედმეტი გადატვირთვისგან. კი ბატონო და ეს მქონდა კონკრეტულად რა კითხვები შეიძლება დავუსვათ თქო რომ უცბად თუ არ მოგივიდათ რაღაც. აი რა შეიძლება ეგრძნო ამა თუ იმ სიტუაციაში ამ პერსონაჟს. და კიდევ როლური თამაში რო ვახსენე, ანუ შენ რას გააკეთებდი იმის ადგილას, ან რას იგრძნობდი, აი ესეთი რამე რომ მომხდარიყო, შენ რა გრძნობები გაგიჩნდებოდა. და ძალიან კაია ეს ესეთი საუბრები შვილებთან. სოციალურ დილემასთან კავშირშია ეგ დაახლოებით იგივეც არის. კი. აი მშობლებმა კაი იქნება რომ სთხოვონ ერთი და იგივე მოვლენა აღწეროს რამდენიმე თვალსაზრისით ჩამოაყალიბოს, რამდენიმე პერსპექტივიდან. იგივე მაგალითად მეგობარს რაიმე სიტუაცია ჰქონდა, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს რა. იგივე სერიალთან დაკავშირებით, იგივე წიგნთან დაკავშირებით, უბრალოდ მოვაყოლეთ აი იქიდან რამდენიმე ახსნა, განმარტება გააკეთებინეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ყველაზე მარტივი როლური თამაში ის არის, წარმოიდგინე რომ დღეს დედა ხარ. ხო. ან ამ სიტუაციაში დედა ხარ. ბავშვობაში თამაშობთ ხოლმე დედობანა, მამობანა. აი როგორ მოიქცეოდი ან ამ სიტუაციაში ან დღეს გადავწყვიტოთ, ან 2 საათით დედა იყავი და აბა შენ რას იცამდი? ძალიან საინტერესოა რომ ბავშვობაში იმდენ თამაშს თამაშობ როლურ თამაშს რა. ალბათ ჩვენ მაგიტოა მნიშვნელოვანი თამაშები. ჩვენ დროს იყო ომობანა, ხო? რაღაცა სიტუაციებისთვის ემზადებოდი არ იცი. იყო ექიმობანა. ხო, ძალიან ბევრი თამაშია, რაც ისეთი როლისთვის გამზადებს, რაც მომავალში შეიძლება გქონდეს. კი. და აი ყველაფერი ზოგი კი გადმოცემულია მშობლებისგან, რომ ეს შეგიძლია ითამაშო, მაგრამ ძირითადად რა კაცი ბავშვობა გქონდა, რომ ჩვენც ვიგონებდით ხოლმე რაღაც. გადახვევა იყო და გავაგრძელოთ მაგალითები თინეიჯერების მქონდა ესეთი რამე ლაშა, პასუხისმგებლობის გაზრდაო. და ეს შენ რამდენჯერმე აღნიშნე, რომ მიეცი დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შანსი. რომ თუ თავად იყოს პასუხისმგებელი მე ამ შედეგებზე. აი მაგალითად თუნდაც სასწაული აქვს რაღაცა, ან თუნდაც პროექტი აქვს გასაკეთებელი და თვითონვე დაგეგმოს, აი ზე გაქვს ჩასაბარებელი, ხო? აი როგორ რამდენ ხანში გააკეთებს, ყველაფერი თავიდან ბოლომდე თვითონ დაგეგმოს, რომ იგრძნოს პასუხისმგებლობა. უფრო მარტივს გეტყვი კიდე. მე რაც ქონია რა, მაგალითად ბავშვი იყო,
რამდენი წლის იყო? ბაღის ასაკის იყო რა. ხო. და აპროტესტებდა დედას, როდესაც მოყავდა ხოლმე ბაღში, აპროტესტებდა ჩაცმულობას, რომ რაღაცაზე შეიძლება ძალიან გაეპროტესტებინა რა, რომ ტირილი დაეწყო, თქვა არ მინდა, დღეს არ წავალ, საერთოდ არ მივალ. და ნუ დედა მოვიდა რომ ეს სიტუაციაა და რა შეიძლება მოვიფიქროთ. უთხარი რომ მეთქი რაღაცა გენიოსობა არ მომიფიქრებია, ძალიან ცნობილი ამბავია, რომ არჩევანის საშუალებას აძლევ რა. ეუბნები 2 ტანსაცმელს გადმოუღებ, ან მაქსიმუმ 3-ს და ეუბნები რომ მოდი აქედან აირჩიე შენ რომელიც გინდა. და გადაწყვეტილების მიღების უფლებას უტოვებ თვითონ. ოღონდ თან უმცირებ. ხო. არეალს უმცირებ. ნუ 50 თუ დაუდებ, მაშინ გაუჭირდება რა. მაგასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეუმცირო, იმიტომ რომ ესე ვერ მიიღებს გადაწყვეტილება. მერეც უფრო დიდ საკში. ვერც კაია ხარ, ცოტა შემცირებული და მე რაც უნდა იზოგ. ეხლა მაღაზიაში რო შედიხარ და ხედავ რომ რაღაცა 700 ნიუტია, არ გიჭირს გადაწყვეტილების მიღება? თქმა უნდა, არ შევდივარ, ამიტომ შოპინგი არ მიყვარს დიდად. ხო, არც მე. კიდე ძალიან პატარა ფრაზა მქონდა. სხვების აზრის მიღება სისუსტე არ არის. ეს როგორ უნდა ვასწავლოთ? რო სხვების აზრის მიღება სისუსტე არ არის? რა თინეიჯერს როგორ უნდა გათვალისწინებას ამბობ? კი, გათვალისწინებას ვასვამებ. ხო. ხო, მაინც ისე არიან ხოლმე, აგრესია აქვს ხოლმე. აგრესია სიტყვა თინეიჯერებს იდეალურად შეეწერებათ. ეცი ამთხარი, რა გინდა რომ ვასწავლოთ ის რომ სხვის აზრის მიღება სისუსტე არ არის თუ ის რომ შოვლის აზრის მიღება არ არის სისუსტე? ხო, რა მნიშვნელოვანი კითხვა. რომელი გინდა? სხვისი. სხვისი აზრის გათვალისწინება რომ სისუსტე არ არის, ეგ ისედაც იციან, იმიტომ რომ მეგობრების აზრს ძალიან ხშირად ითვალისწინებენ ხოლმე ზოგიერთ შემთხვევაში თავის აზრზე უფრო პრიორიტეტული არის რა სიტყვიან სხვები, მეგობრები. თუ გინდა ასწავლო ის რომ უფროსი ადამიანების აზრის გათვალისწინება არ არის ცუდი, მაგისთვის შენ თვითონ უნდა იყო ეგეთი ტიპი რა, მიღებელი, ანუ შენი შვილი უნდა ხედავდეს იმას, რომ შენთვის არც უფროსი ადამიანის მიერ მოცემული რჩევის გათვალისწინება და არც მათ შორის შენი შვილის მიერ მოცემული რჩევის გათვალისწინების მიღება არ არის პრობლემური რა და რაღაცები შეიძლება გაითვალისწინო. თუ შენ არ აჩვენ, აი კითხვის მაგალითი არა, თუ შენ არ აჩვენებ რომ კითხულობ, შენი შვილი არ დაიწყოს კითხვას. დიახ. დაახლოებით იგივეა ქცევაც. ნამდვილად. და შეჯამების სახით თქვა და ესეთი რაღაცა რომ რაც მანამდე თქვით რომ ეგოცენტრიზმი ბავშვებში ნორმაა, თინეიჯერობაში ცოტა სახალისოა. სიზღლელებში გადადის ხოლმე და ზრდასრულებში კი შესაძლოა ურთიერთობებს ავნოს. ხო. დოზირებულად კიდე არა უშავს. და გამოსავალი არის რომ მე ბოლოში მივაწერე რომ მეტი მოსმენა და მეტი ფიქრი. მე მაგალითად ჩემ ერთ-ერთ მეგობარს უთხარი ან რაღაცაზე იმას მიქნა რა რომ აი შენი აზრით როგორი რაღაცა უთხარი რაღაცა კარგები რომ მეთქი ესეთი აი რა კიდე მეთქი ეგოცენტრიკი ხარ. და რო შეურაცხყოფად მიიღო? არა, ჯერ დასერჩა, წაიკითხა. მე ორი კვირა არ მელაპარაკებოდა აქისგან. ანუ ეგოცენტრიზმი არ არის. ცუდი არ არის, თავარია, ხო, არ გადააჭარბო. კი ბატონო. ამ ეტაპზე დავასრულებ. ნარცისიზმზე ვერ მოვასწარით, მაგრამ სხვა დროს იყო. ნარცისიზმზე. მოდი პატარაზე ვთქვათ ნარცისიზმსა და ეგოცენტრიზმს შორის განსხვავებაც. აი. და მე ნარცისიზმზე სხვა დროს აუცილებლად ვისაუბროთ, კაი თემა. საკუთარ თავზე როცა ხარ შეყვარებული, ოღონდ ეს არ არის რომ მე საკუთარ თავი მიყვარს, ანუ მართლა როცა გიყვარს რა. ეგ მითი გავიგე ზიგმუნდ ფროიდი რო ვისწავლე მაშინ, მე მგონი მანამდე არ ხონდა გაგებული. რომ ამ ბიჭმა ჩაიხედა დინარეში და შეუყვარდა თავისი თავი. რა მაგარია, რა ლამაზია. ნარცისი იყო, ეგეც ბერძნული მითოლოგიიდან მოდის. ეგეც ბევრს ავწერან როგორც ლაპარაკობენ, ჩაის არ ვიცი, ჩავწერეთ თუ არ ჩავწერეთ. მგონი არ ჩავწერეთ. მოკლედ ნარცისი იყო ტიპი, რომელსაც საკუთარი თავი იმდენად უყვარდა, რომ სხვა ადამიანებს ყველას უარს ეუბნებოდა რა. ბევრ ადამიანს მოწონდა, ბევრს უყვარდა, ადამიანს კი არა და მითოლოგიურ პერსონაჟს. არ მახსოვს რომელიღაცა ღმერთმა იმას ქნა. სასჯელად მოულინა ის, რომ საკუთარი თავი შეყვარებოდა რა. წავიდა ეს ნარცისი. ჩაიხედა მდინარეში, ანარეკლში რო დაინახა თავისი თავი, შეუყვარდა თავისი ანარეკლი. იცოდა რომ ეს ხელით შეხებოდა და დაეჭირა, იმისთვის რომ იმასთან რაღაცა უფრო ახლო ურთიერთობა ქონოდა, მაგრამ ნუ ტრაგიკულად დამთავრდა ეს ყველაფერი. ხო ვერ დაიჭერ. შესაბამისად ის ანარეკლის გაქრა. ამოწე ახლა ისე გაჩნდა.
ისევ ჩაყავ, ისევ გაქრა. ბოლოს მევიდა იქამდე რა იმ დინარის პირას გარდაიცვალა. კი ბატონო, ნარცისიზმსა და ეგოცენტრიზმს შორის დიდი განსხვავებაა, რაზეც შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ. ახლა კი დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ მოიცა მე ვიტყვი მაგათ. თუ არ დამოვიწყდება არც ერთი. გამოიწერეთ და ლაიქე, მოიცა არა თავიდან ვიტყვი. გამოიწერეთ, მოიწონეთ, მოიცა არ მითხრა, გაგვაზიარეთ და კიდე რაღაცა იყო. შენაც კიდე ზარის ღილაკი. ზარის ღილაკი დამოვიწყდა. ხო, ზარის ღილაკი. ეხლა გეტყვით სიახლეს, რომ TikTok-ზეც დავემატეთ, იქაც შემოგთავაზებთ ხოლმე ნაირ კონტენტს და იქაც შეგიძლიათ რომ გამოგვეხმაუროთ. ცალ-ცალკე არც ერთი არ ვართ, მაგრამ ჩვენი გვერდის კი, TikTok-ზე ჩვენი გვერდი არის და ცალ-ცალკე ვართ Facebook-ზე ლაშა დავითიძე Psychology, Instagram-ზე მარიამ კოკოზაშვილი, ასე რომ სადაც მოგესურვებათ. მოგინდებათ მოგწერეთ, შეგვეხმიანეთ. 20 ჩაო.